მოცემულია ორი წრე. პირველი და მეორე ცნობილია, რომ პირველი წრის ფართობი 1 დეციმეტრ კვადრატის ტოლია. დავამუშავოთ ხა ეს პირობა, რას ნიშნავს, ხო? პი კვადრატი არის 1-ის ტოლი. აქედან ჩვენ შეგვიძლია გავსაზროთ, რადიუსის კვადრატი არის 1 შეფარდებული პისთან მნიშვნელობის ტოლი. ნუ ცოტა ხანი აქ დავაპაუზოთ. მეორე წრის რადიუსი ვიცით რომ არის 2.1 ჯერ მეტი პირველი წრის რადიუსზე. ანუ თუ პირველი წრის რადიუსი იყო 2, მეორე წრის რადიუსი არის ახლა 2.1 ერის ტოლი. აი ამ რადიუსის პირობებში წრის ფართობი იქნებოდა რა? s კვადრატში p. ხო, იმიტომ რომ ეს ხო რადიუსია თვითონ. ანუ p r კვადრატი, r კვადრატის ნაცვლად გვაქვს აი ეს რიცხვი, ეს არის r, ხო? თვითონ უკვე ახალი r, დიდი r. აი ეს რიცხვი ხავ დავყავთ კვადრატში, ამიტომ ჯერ აუცილებლად უნდა გარდავქმნათ ეს არაწესიერ-წილადად, ხო? 3 ჯერ 2 6, 6 ჯერ 1, 6 პლუს 1 7, 7 მე-13 კვადრატში და ნუ r-იც კვადრატში, ხო? 7 მე-13 კვადრატში რო ავა გვექნება 59 მე-9 r კვადრატი p. 59 მე-9-დან უკვე შეგვიძლია ჩვენ მთელი გამოვყოთ, 59-ში 9 5 ჯერ მოთავსდება. დაგვრჩა 45, იქ 4, 4 მე-9 r კვადრატი p. ახლა თუ კი ვიცით რომ r კვადრატი არის 1 შეფარდებული p-სთან მნიშვნელობის ტოლი, ნახე? 5 გამრავლებული 4 მე-9-ზე, ესე 5.4 მე-9. r კვადრატის ნაცვლად ახლა ვაპირებ რომ 1 შეფარდებული p-სთან ჩავსვა, ამიტომ დააკვირდე კარგად. 1 შეფარდებული p-სთან, ეს არის r კვადრატის მნიშვნელობა გამრავლებული p-ს. აი ეს p და p წავა შვებულებაში და დარჩება 5.4 მე-9. ანუ სწორი პასუხი იქნება აქ G.